ქართველი მაყურებელი სრულიად უჩვეულო შოუს მომსწრე გახდა გუშინ საღამოს. Ცოცხალი შესრულებისა და ვიდეო ინსტალაციების სინთეზმა მთელი სილამაზით, ტრაგიზმით, აბსურდულობით თუ შემთხვევითი ბრწყინვალებით გააცოცხლა მოგონებები მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. ბრიტანული დასი უხილავი ჯგუფი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარსდგა მაყურებლის წინაშე. სპექტაკლს სახელწოდებით მოიტანე ბედნიერება ჩვენი კორესპონდენტიც ესწრებოდა ემოციებს მაიკო ჭაფოძე გაგიზიარებთ. ადამიანების ამქვეყნიური მოგონებებით, ტკივილითა და ბედნიერებით გაჯერებული წამები, ცხოვრება თავისი ტრამპლინებითა და დაღმასვლით ბრიტანულმა დასმა 90 წუთში ჩაადია. უხილავი ჯგუფის სახელით ცნობილმა არტისტებმა 5 წლის წინ არაორდინალური პროექტი წამოიწყეს. მათი ინიციატივით შეიქმნა სამგანზომილებიანი ბედნიერების რუკა. ადამიანები რუკაზე იმ ადგილებს ნიშნავენ, სადაც ტკბილი ისტორიები გადახდენიათ. მოგონებებს კი უცხოელ არტისტებს უყვებიან. ბრიტანელმა მსახიობებმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიარეს და 10,000-ზე მეტი მოგონება შეაგროვეს. მათგან საუკეთესოები ამოარჩიეს და 90 წუთიანი პერფორმანსი შეკრეს. ბედნიერების მაძიებლები ქართველების მოგონებებს 3 დღის განმავლობაში აგროვებდნენ. ეს თბილისის რუკაა. გამოკითხულების მოგონებები ძირითადად ორ უბანს, ვაკესა და პლეხანოვს უკავშირდება. ყველაზე სასიამოვნო მოგონება კი ქართველებისთვის სიყვარული ყოფილა. პირველი კოცნა, მეუღლის გაცნობის ადგილი, ხელის თხოვნა. ეს ის ბედნიერი წუთებია, რომელიც ჩვენი გამოკითხული ადამიანების უმეტესობამ დაასახელა. მოგონებებს 10 ბალიანი სისტემით ვაფასებ და სხვადასხვა ზომის ჯოხებით ვნიშნავ. მსოფლიოს ყველა წერტილზე შეგროვებული მოგონებების სიას ქართული ბედნიერი წუთებით შეემატა. უხილავი ჯგუფის არტისტებმა ეს მოგონებები გუშინ მოძრაობის თეატრში გაამხილეს. პერფორმანსის სახელწოდებით მოიტანე ბედნიერება მხიარული და სევდიანი ისტორიებითაა გაჯერებული. ბრიტანელი არტისტები მსოფლიო მოგონებებს სიმღერითა და თხრობით ყვებიან. წარმოდგენა ინგლისურენოვანია, რამაც ქართველი მაყურებლის დაბნევა გამოიწვია. ჩვენ ყვებით ისტორიებს სიყვარულზე, ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელებაზე, დიდი ოდინის შემდეგ დაბრუნებაზე და ყველა იმ ემოციაზე, რამაც ოდესმე ადამიანები გააბედნიერა. ყველა მოგონება რეალური ამბავია, ჩვენი გამოკითხულების მონაყოლი. ველოდი რომ მართლა რაღაც განსაკუთრებულ სიამოვნებას მომანიჭებდა ეს წარმოდგენა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანები ძირითადად არ არიან ბედნიერები. ყველას რაღაც აწუხებს და უფრო მეტი სევდა ვიდრე ბედნიერება. ჯართულია, როდესაც უნდა წაიკითხო სუბტიტრები და მე აღიქვა რა ხდება. მაგრამ იმდენად საინტერესო აქცენტები ჰქონდათ გაკეთებული და მაქს დარბაზის ჩართულობა იყო ძალიან თანაზიარი სცენასა და სივრცე იყო ძალიან საინტერესო მოფიქრებული. მე მგონია რომ ძალიან საინტერესო პერფორმანსია. უხილავი ჯგუფის დასისწავლები წარმოდგენის გასამართად ყოველთვის განსაკუთრებულ სივრცეს არჩევენ. ისეც, რომელიც მაყურებელთან ურთიერთობაში ბარიერს არ შექმნის. თანამედროვე ხელოვნების პერფორმანსში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს ალკოჰოლურ სასმელსაც, რადგანაც გაირკვა, რომ ბედნიერების მაძიებლების გამოკითხულთა 15%-ის მოგონება სწორედ ალკოჰოლს უკავშირდება. მსახიობები დამსწრე საზოგადოებას მუდმივად თავისთან იწვევენ, ეპატიჟებიან საცეკვაოდ და სვამენ მათთან ერთად. განსაკუთრებული წარმოდგენა იყო. პირველ რიგში თავისი ემოციით, რაც წამოვიდა სპექტაკლი და თუ შოუდან და მეორე ძალიან მომეწონა, რომ თვითონ მაყურებელიც ჩართული ვიყავით ამ წარმოდგენაში. ძალიან ცოცხალი, ენერგიული მოდიოდა მუხტი, იყვნენ ძალიან კარგი მსახიობები, ორგანულები და რო გამოვიდა ბედნიერები ვართ, აი ძალიან მიხარია. იტყუება, ანუ ჩვეულებრივი შოუ იყო. იმედი მაქვს მაყურებელი კმაყოფილია. ისე ცოტა დაკომპლექსებულები იყვნენ. ერიდებოდათ გამოსა და ჩვენთან ერთად ცეკვა, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დარწმუნებული ვართ, მომდევნო სპექტაკლები ბევრად უფრო დინამიური იქნება. სპექტაკლის სახელწოდებით მოიტანე ბედნიერება მოძრაობის თეატრში დღეს და ხვალ დაიდგმება ისევ. ბილეთი 35 ლარი ღირს. ბრიტანული დასის მასპინძელი თბილისის რიგით მე-6 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალია.